თბილისი ირანის კულტურის დღეებს მასპინძლობს. ღონისძიება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ირან-ერაყის ომისადმი მოწყვეტილი ფოტოგამოფენით გაიხსნა. ექსპოზიციის ავტორმა ფოტოხელოვანმა ნათელა გრიგალაშვილმა დამთვალიერებლისთვის ირანში მოგზაურობის პერიოდის ამსახველი მასალები წარმოადგინა და გამოფენას სხვა ირანი უწოდა. ირანის კულტურის დღეების ფარგლებში გამოფენასთან ერთად დაგეგმილია ტრადიციული მუსიკის, საღამოები და ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ირანის ეთნიკური ჯგუფების სამოსის წარდგინებაც. საღამოს ირანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში მოჩთაბა ქამრან ფარდი, ფოტოხელოვანის კოლეგები, მეგობრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სექტემბრის ბოლო კვირას ირანში ყოველთვის აღინიშნება ირან-ერაყის ომის დაწყების დღეები სხვადასხვა ღონისძიებით. ჩვენც შევეცადეთ, რომ საქართველოში განვიხმაურებოდით ამ თარიღს. აქ კარგად არის წარმოჩენილი ირანული ხალხის სულისკვეთება და შემართება 8 წლიანი ომის პერიოდში და ჩანს როგორ თავდამწირით იცავდნენ სამშობლოს. ეს ღონისძიება კი ვფიქრობ კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი იქნება ირანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაში. წარმოდგენილი ვაცარია 45 ფოტო, რომელიც ძირითადად გადაღებულია ირან-ერაყის საზღვართან, სადაც მიმდინარეობდა ბრძოლები ირან-ერაყის შორის და ამჟამად არის ერთ მუზეუმი და დაკავებულებში მიდიან ადამიანები და გლოვობენ თავიანთ ახლობლებს, რომლებიც ომში დაიღუპნენ.